როგორც აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები იგეგმება. ერთ-ერთი ცვლილება კი ემიგრანტებს შეეხება. თუ კი კოდექსში ცვლილება შევა, ემიგრანტები ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ცვლილება არ ზღუდავს ხმის მიცემის უფლებას, არამედ აწესებს ადგილსა და საზღვრებს. ცვლილების მიზეზად შალვა პაპუაშვილი ნების გამოვლენის თავისუფლებას ასახელებს და განმარტავს, რომ ემიგრანტთა ნაწილი დეზინფორმაციის მსხვერპლია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამორჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები, ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას. ერთი, ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას უფრო გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს და არის ეგრეთ წოდებული გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო იყოს. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარემოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ ინფორმირებულ არჩევანს. ცესკოს მონაცემებით 2024 წლის არჩევნებზე საზღვარგარეთ გახსნილი უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. არჩევნებზე ემიგრანტები საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, უფრო მეტიც ისინი დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვდნენ, რათა საკუთარი არჩევანი გაეფიქსირებინათ. მაშინ ქართული ოცნების მხრიდან საზღვარგარეთ მარცხი პროპაგანდას და ინფორმაციის ნაკლებობას დაუკავშირდა, რასაც ემიგრანტების აღშფოთება მოყვა. აგვიხსენით ერთი, რა ინფორმაციის დეფიციტი გვაქვს ჩვენ ემიგრანტებს და რატომ შევცდით, რომ თქვენ არ დაგიჭირეთ მხარი. გელოდებით. მოგმართავთ ბატონო ირაკლი კოპახიძე. ვის აქვს ინფორმაციის დეფიციტი? მე თქვენ გეტყვით, თქვენ რა დეფიციტი გაქვთ? ეს არის სამშობლოს სიყვარულის დეფიციტი, თავისუფლების დეფიციტი, დამოუკიდებლობის დეფიციტი, სამართლიანობის შეგრძნების დეფიციტი. ყველაფერს გავაკეთებთ. იმისთვის რომ არ შევეგუოთ ამას. არც შევეგუებით, არც გავჩერდები და ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ჩვენი სამშობლო ევროკავშირში არ შემოვა. პირველ რიგში ჩემი საინფორმაციო წყარო არიან ის ადამიანები, ვინც დარჩნენ საქართველოში. არიან ეს ჩემი ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები, თუ სხვა, ვინც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში თხოვს დავეხმარო მათ გერმანიაში წამოსვლაში. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც ჩამოვიდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათ დაამთავრეს საქართველოში უნივერსიტეტი, არ ქონდათ პერსპექტივა. ისინი სწავლობენ ახლა გერმანიაში და უფრო კარგად არიან აქ სწავლის პერიოდში, სოციალურად, ფინანსურად, ფსიქიკურად, ვიდრე ესენი იყვნენ საქართველოში, როდესაც მათ ხელში ეჭირათ დიპლომი. მათ არ ქონდათ პერსპექტივა. ჩემი წყარო არიან ის ადამიანები, ვინც ხდებიან ავად, მათ არ აქვთ დასხვევა. სახელმწიფო მათ აფინანსებს მინიმალურად, ან საერთოდ არ აფინანსებს. და მათ უწევთ ქვეყნის დატოვება, ან ხშირ შემთხვევაში სიკვდილი. ზუსტად ასეთი საინფორმაციო წყაროები გვაქვს ჩვენ. და მაინტერესებს, ახლა მე გისვამთ შეკითხვას, თქვენ, როდესაც ხალხს აშენებთ გლობალური ომის პარტიით, რომელ ინფორმაციულ წყაროს ეყრდნობით?
ეშინიათ ემიგრანტების ხმების აცხადებს ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკოსი გოგი წულაია. მისი თქმით, ამ ცვლილების მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ საზღვარგარეთ მყოფ ოპოზიციურად განწყობილ საქართველოს მოქალაქეებს ხმის უფლება წაართვან. სულელია, თითიდან გამოწოვილია და განსაზღვრულია ეს განცხადებები ოცნების ამომრჩეველზე. რომელსაც სული რო გაძროვა, მაშინაც ნუ რა არის იცი? საბჭოთა კავშირის დროს ყველა პოლიტბიუროსები, ვინც კი სტალინთან იყო, ყველას ან შვილი ყავდა დაჭერილი, ან სოლი ყავდა დაჭერილი და ამას ეგუებოდნენ. და მათთან თანამშრომლობდნენ. მოლოტოვს სოლი ყავდა დაჭერილი, ვოროშილოვს აცაშვილი ყავდა, ვიღაცას ბიზაშვილი ყავდა, ვიღაცას დედა ყავდა, ვიღაცას მამა ყავდა. იმნაირ ცხოვრებას გვიწყობენ რა. და ადამიანები არიან შვილს უჭირავენ, დედას უჭირავენ, მამას უჭირავენ, დედას სტილობენ და მაინც უყვართ რა. მაინც ეგუებიან და ნუ არ ვიცი რა ვჭირს, რა გვიქნიან ამ 70 წელიწადში ამ კომუნისტებმა და ამ რუსეთის იმპერიამ ასეთ და უხიცები როგორ გავხადა რა უბედურობა ეგ. არ ვიცი რა, ნუ არ ვიცი რა, კიდევ ერთხელ მინდა ქართველებს უთხრა რა. ხელისუფლება, გვეუბნება, ყოველდღიურად თავის ყოველდღიური საქციელით ჩამომაგდეთ მე თქვენი დედა. თუ არა განახებთ რას გიზამო და ჩვენ არ გვინდა ეს დავინახოთ კიდევ ვეხოტმებით და რა ვიცი კიდევ რაღაც რევოლუცია არა და იგი და მშვიდობიანი გზი. რა მშვიდობიანი? ჩემნებიზი. ვის ამგე ჩამოვაგდე? რას ვეუბნებ და ღლამგეს? წაი ახლა შენ ციხეში და მე უნდა მევიდე ხელისუფლებაში და მაგერ ამ კონებები მით უაგროვენ და სასახლეები მით ეშენენ ციხეში როწევიდე და შენ დაგსვანიგან რა ვაი შეპატროს უბედურს თუ კი ვინ მიამას უცის ალა როდის წავლიან მაგელი კარგად მოვიდა ჩვენი საქმე რა 2024 წლის არჩევნებისათვის 52 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, თუმცა ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მათი რაოდენობა 0-ის ტოლი იქნება. რაც საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების უმეტეს ნაწილს ერთ-ერთი უმთავრესი უფლების, ხმის უფლების გარეშე დატოვებს. უფლების გარეშე განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ესეთი ბედნიერი რიჩი დგომით ჯერ არ ყოფილვარ. იმიტომ რომ გონია რომ სწორ არჩევანს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის და რა ვიცი აგერ კიდე იმდენი წლის უნახავი თბილისიდან ვართ დიდი ხანია ნიუ-იორკში ცხოვრობ თუ კარგა ხანია და დიდი ბედნიერება მინდა გამოვთქვა იმით რომ ეს მერგო წილად რომ მოვედი და ჩემი ხმა უნდა დავაფიქსირო შორე იმიტომ რომ საქართველოში საშინელება ხდება იქ არიან ჩემი მშობელი, ჩემი დათესავები, ჩემი შვილები, რაც თავარია, შვილიშვილი და ჩემი შვილიშვილისთვის ნათელი მომავალი მინდა. მე ვხედავ ამერიკაში რა არის კარგი და რა არის ცუდი. ცუდი თითქმის არაფერი არ არის. იქ აქვს ცრუ ინფორმაცია ყველაფერი ამის შესახებ და მინდა რომ ევროპულ საქართველოში კონდეს ჩემ შვილიშვილს გზა და მინდა რომ რა გითხრათ, ზიანი დღე გაუთენოთ და ქართველები შეგნებული და არ არის ის რომ ვიღაცა რაღაცა ჩაგუჩურჩულებს ყულში ან რაღაცა ფინანსებზე გავიყიდოთ არა ჩვენ იმიტომ არ ჩამოვსულვართ აქ ჩვენი შვილების მომავლისთვის ავართ და იმედი მაქვს ყველა დაუბრუნდებით ყველა ქართველის არავის არ უნდა აქ დარჩენა საბოლოოდ ყველა ქართველს უნდა თავის საქართველოში დაბრუნება თავისი შვილების მომავლისთვის და რა თქმა უნდა ევროპული განათლება და რა თქმა უნდა ნათელი მომავალი ცვლილებების დროა კავშირის საბჭომ საბოლოო თანხმობა მისცა განახლებულ მექანიზმს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს. საბჭოს განცხადების თანახმად შესწორებული წესები ევროკავშირის საშუალებას მისცემს, რომ უფრო სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოს, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მექანიზმი უვიზო მიმოსვლის საწყისი შეჩერების 12 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს. ამჟამად მოქმედი 9 თვის ნაცვლად. ასევე შეიძლება საწყისი შეჩერების პერიოდი დამატებით 24 თვით გაიზარდოს. განცხადების მიხედვით ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით მიზანმიმართულ მიდგომას ითვალისწინებს. მაშინ, როდესაც საწყისი პერიოდის გახანგრძლივების შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერება ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეხება, ახალი წესების თანახმად დამატებით 24 თვიანი შეჩერების ეტაპი მთელ მოსახლეობაზე არ გავრცელდება. ნაცვლად ამისა, ევროკავშირმა შეიძლება ზომების გამოყენება მთავრობის ოფიციალური
პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ გააქრძიოლოს, ნათქვამია განცხადებაში. ახალი რეგულაცია ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა. იგი სავალდებულო იქნება და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოზე გავრცელდება. შუათის პოზიცია დიდი ხანი არის ის, რომ იუესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას გაწევრიადნენ ევროკავშირში და გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც, რომ არ არსებობს რეალური ამბიცია ან ინტერესი მიჰყვნენ ამ გზას, ან განახორციელონ საჭირო რეფორმები. ამის შესახებ შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში ჯესიკა როზენკრაციმ ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ევროსკოპის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. პირიქით ვხედავთ, რომ საქმე არასწორი მიმართულებით მიდის და შესაბამისად ეს პროცესი წინ არ მიდის. ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმოქმედოს საჭირო რეფორმების განხორციელებაზე, აღნიშნა მინისტრმა. But to the Georgian people, my message is very clear that you belong in the European family, but the government needs to act on the reforms necessary. ფიქრობ, ევროკომისიის კომუნიკაცია გაფართოების ანგარიშზე საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. ქართული ოცნების აქციელი, რეპრესიები, ოპოზიციის, დემონსტრანტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს. ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში ბენჟამენ ჰადადიმ ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ევროსკოპის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით ის, რომ საქართველოს ევროკავშირის გზას შორდება სამწუხაროა, რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას. ეს მისწრაფება არის ღრმა და მას საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს, მაგრამ სამწუხაროა, რაც შარშანდელი არჩევნების შემდეგ ხდება. ლიბერალური უკუსულა ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროპულ გზას. მოუწოდებთ ქართულ ოცნებას მთლიანად შეცვალოს პოზიცია და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან. დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ქვეყანას შეუძლია დაუბრუნდეს ევროპულ მისწრაფებას. სხვა შემთხვევაში ეს პროცესი გაიყინება, აღნიშნა მინისტრმა. The country from its European path, so we call on the authorities to engage in a constructive and inclusive dialogue with the opposition, to free people from civil society, from independent media, from NGOs, to let the democratic debate flourish anew in Georgia. That will be the only path for Georgia if it wants to rekindle with its European aspiration. But unfortunately, ფოტოკონკურსის ქუთაისის ჩაკარგული არქიტექტურა გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი ნატა კახიძემ დაიკავა, მეორე ადგილი მინდია ჩანგსელიანმა, ხოლო მესამეზე კი თორნიკე ტურაბელიძე გავიდა. კონკურსი მა არქიტექტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეეძლოთ. ეს ქუთაისმა უმასპინძლა ფოტოკონკურს გამოავლინეთ გამარჯვებულები კომპანია არქიტექტის ორგანიზებით, ასე ვთქვათ, ქუთაისის ჩაკარგული არქიტექტურა სახელწოდებით, რომლის მიზანიც იყო ქუთაისში მივიწყებული, მიკარგული არქიტექტურული იდენტობების გამოკვეთა. ჩვენი მიზანი არის ყოველწლიურ სახელმწიფოს ამ ღონისძიებას გამოავლინოთ ყოველწლიური გამარჯვებული, ვაჩვენოთ ფართო საზოგადოებას ის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, რომელიც ჩვენს გვერდით არის, თუმცა ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ და ნელ-ნელა გამოვიტანოთ სააშკაროზე ის სიმდიდრე არქიტექტურული, რომელსაც ყოველდღიურობაში ასე მარტივად ვერ ვამჩნევთ. არქიტექტის სოციალური პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით უფრო ფართოვდება, ბევრ აქტივობას თავაზობს არა მხოლოდ ქუთაისის საზოგადოებას, არქიტექტი შესაბამისად უახლოეს პერიოდში ველოდეთ კიდევ ბევრ ღონისძიებას, რომელიც ორიენტირებული იქნება ქუთაისის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების გამოკვეთაზე, როგორც ფოტოგრაფიული, ისე სამხატვრო თუ სპიკერების კონკურსების სახით. საკმაოდ ბევრი ფოტო მქონდა გადაღებული სხვათა შორის, მაგრამ ბოლოს გაგზავნის დღე იყო, უკვე ბოლო დღე იყო. და ეს გავგზავნე. თან ეს ფოტო შემთხვევით გადავიღე, იმიტომ რომ გეგმაში არ მქონდა. ასე. მამა ჩემთან ერთად ვიყავი ნიკიაზე და მეთქი, მამა ის შენობა სად არის? ეს რამდენიმე სურათი. წამომცდა პირველი მართლაც პირველ ეს ერთად ფილოს მსგავსი არის.